ოპოზიციური პარლამენტის სახალხო დამცველის კანდიდატებს უსმენს გიორგი ტუღუში და დიმიტრი ლორთქიფანიძე დეპუტატების წინაშე სამოქმედო გეგმით უკვე წარსდგნენ საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. უმცირესობამ მხარს დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭერდა, აცხადებს, რომ კანდიდატებს 2 თვე მაინც უნდა ჰქონოდათ საზოგადოებისათვის საკუთარი პროგრამების გასაცნობად. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ომბუდსმენი აპოლიტიკური უნდა იყოს. საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი გიორგი ტუღუში სწორედ ასეთია. კანდიდატების განხილვაში არ მონაწილეობს უფრაქციო დეპუტატი ჯონდი ბაღათურია. ბაღათურიამ პროტესტის ნიშნად ცდომა დატოვა და განაცხადა, რომ კანდიდატები პარტიული ნიშნით არიან წარმოდგენილი. დღევანდელ სესიაზე დებატები მოყვა დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ წამოყენებულ წინადადებას მამათმავლობისათვის კანონით დასჯის შესახებ. და პირდაპირ ეთერში დებატებს მოამბის კორესპონდენტი ლიკა ხურციძეც ადევნებდა თვალყურს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდთვება. ლიკა, გისმენთ. პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენაზე იყო საკმაოდ მწვავე განხილვები. 4 საათის განმავლობაში სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა. დეპუტატები კანდიდატებს ჰქონდათ 15 წუთი იმისათვის, რომ წარმოედგინათ თავიანთი სამომავლო სამოქმედო პროგრამა. ორივე კანდიდატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური. დიმიტრი ლორთქიფანიძემ პირველი განცხადება, რაც გააკეთა თავისი მოხსენების დროს, ეს იყო, რომ მას უნდა მოუხსნან და შეუჩერონ უფლებამოსილება პარლამენტარის, ასევე მან ისაუბრა იმაზე, რომ განცხადება, რომელიც მან გუშინ გააკეთა, რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, ეს ფაქტი უნდა იყოს საქართველოში დასჯადი. რაც შეეხება გიორგი ტუღუშს, მან ბევრი ისაუბრა თუ რა შეიძლება მოყვეს მისი სახალხო დამცველად არჩევის პერიოდს. იგი ამბობს, რომ მთავარი რეფორმები და მთავარი პრიორიტეტები მისთვის იქნება სასჯელ აღსრულების დაწესებულებების უკეთ წარმართვა, რაც შეეხება პატიმრების უფლებების გაუმჯობესებას, ასევე ბავშვთა უფლებების დაცვაზე გააკეთა მან მოხსენებები და ასევე ეთნიკური უმცირესობების დაცვაზე. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მცირედი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები თავის მოხსენებაში, რა პრიორიტეტებზე ისაუბრეს დღეს სახალხო დამცველის კანდიდატებმა. დიახაც, მამათმავლობა უნდა იყოს დასჯადი ქმედება. თუ კი იგი საზოგადოების საჯარო ინტერესს აშკარად ლახავს, თუ კი იგი წარმოადგენს გაუკუღმართებული, გაუზნეურებული ქცევის წესებს და ამით ცდილობენ საზოგადოებაში დანერგონ არაჯანსაღი ტენდენციები, მე მოგმართავთ თხოვნით, რათა განმანთავისუფლოთ პარლამენტარის უფლებამოსილებიდან იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხორციელების მიზნით, რაზეც მე დღეს გესაუბრეთ და მათ შორის მთავარ პრიორიტეტზე, რომელიც გულისხმობს იმ ადამიანების საპრობილეებიდან და სასჯელ აღსრულების დაწესებულებებიდან კანონიერ გამოყვანის უზრუნველყოფას, რაზეც მე თქვენ გესაუბრეთ. ომბუდსმენი არ უნდა აღიქმებოდეს როგორც მთავრობასთან, საჯარო მოხელეებთან მუდმივად კონფლიქტში მყოფი ადამიანი. იგი უნდა ითვლებოდეს ამ სტრუქტურების დამხმარედ, რათა ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდეს კანონებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა და მეორეს მხრივ აღდგეს მოქალაქეების დარღვეული უფლებები. რაც ისევ და ისევ ამ ქვეყნის და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ არის აუცილებელი. ეს მოვალეობა სახალხო დამცველმა უნდა შეასრულოს კონსტიტუციისა და თავისი მანდატის ჩარჩოებში. მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოვიდნენ კანდიდატები, უკვე 1 საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა იმ საინტერესო საკითხებზე დეპუტატების მიერ კითხვების დასმა, რომლებზეც მოხსენებაში ისაუბრეს კანდიდატებმა. მნიშვნელოვანი თემა დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოსვლაში, რა თქმა უნდა, იყო სექსუალურ უმცირესობებთან და ამ ქმედების დასჯადობასთან დაკავშირებით, როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, თუ კი ეს ქმედება არის ბუნებით თანდაყოლილი, იმ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს, დეპუტატები დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება ეს გაირკვეს. გარდა ამისა, დიმიტრი ლორთქიფანიძეს კითხვები დაუსვეს აპოლიტიკურობასთანაც დაკავშირებით, რადგან იგი არის პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი, ასევე იყო კითხვები პარლამენტთან განხორციელებული ქმედებების შესახებ, როდესაც დეპუტატებს და კონკრეტულად გია თორთლაძეს, რომლის ფრაქციის წარმომადგენელიც არის დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ შემთხვევაში იგი სახალხო დამცველად არჩევის პერიოდში რას გააკეთებს და იქნება თუ არა რეაგირება, რაც შეეხება გიორგი ტუღუშს. მას დაუსვეს კითხვები როგორც უმრავლესობის ბუნებრივი, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებმა. მთავარი კითხვები შეეხებოდა ჟურნალისტების შეურაცხყოფას და რა რეაგირება ექნება გიორგი ტუღუშს ჟურნალისტების შეურაცხყოფასთან და რამდენად დაიცავს იგი მედიის უფლებებს, მაშინ როდესაც იგი სახალხო დამცველი გახდება, თუ კი აირჩიეს დეპუტატებმა. ერთხელ კიდევ გიდასწრებთ, რომ ჩემთვისაც მიუღებელია ასეთი ცხოვრების წესი და ამიტომ როგორ ესეთი მოვლენა მე მგონი ქალთა სქესიდაც არის დაახლოებით და
აი რა ფორმით შეიძლება მოხერხდეს ეს გაკეთდეს. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია, იყო თუ არა ეს ტენდენციურობა და იყო თუ არა სუბიექტივიზმი, როდესაც პარლამენტთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მოხდა სახალხო დამცველის და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან. ის პოზიცია, რომ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შედეგად ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული ადამიანები არა შესაბამის დაწესებულებებში, არამედ საწამებელ დაწესებულებებში იქნენ წარდგენილი და თუ ამ კითხვის განმარტებაზეა მიმართული თქვენი შეკითხვა, მე მიმაჩნია, რომ ბატონი სოზარ სუბარი, რა თქმა უნდა, არის ობიექტური. მე როგორ ფიქრობთ, არსებული კონკორდატი, არსებული საკონსტიტუციო შეთანხმება ახავს თუ არა სხვა კონფესიების უფლებებს, ან სხვა დენომინაციების უფლებებს და იზიარებ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ეს კონკორდატი უნდა გაფორმდეს, ანუ საკონსტიტუციო შეთანხმება უნდა გაფორმდეს სხვა კონფესიებთანაც. სამწუხაროდ წინა უბრალოდ მოქმედმა სახალხო დამცველმა არ გამოხატა საჯარო პროტესტი ჟურნალისტებზე ფიზიკური და მორალური ზეწოლის შესახებ. მაინტერესებს თქვენი პოზიცია, როგორ აპირებთ თქვენ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა ჯგუფმა მომავალში ვერ შეძლოს ფიზიკური და მორალური ზეწოლის განხორციელება ჟურნალისტებზე. მე მახსოვს იმ პერიოდში მუშაობდი პარლამენტში, როდესაც მიდიოდა ამ დოკუმენტზე საკმაოდ ინტენსიური მუშაობა, კომისია იყო, ჯგუფი შექმნილი. მე ვფიქრობ, თავად ეკლესიაც კმაყოფილი იყო ამ დოკუმენტით და იგი იქნა მიღებული და ვთვლი, რომ კონსტიტუცია კაფეოდ განსაზღვრავს კონსტიტუციური შეთანხმების სუბიექტს და არ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ან საჭიროა ამ საკითხის გადახება. ჟურნალისტზე ზეწოლა დაუშვებელია ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ოპოზიცია, თქვათ, მოქალაქე ნებისმიერი რიგითი თუ მართველი პარტია, რა თქმა უნდა, ჟურნალისტი არის ხელშეუხებელი და თითოეულ ამ ფაქტზე სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს სათანადო რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან გამომდინარეობს ჟურნალისტზე ზეწოლა. კითხვა-პასუხის რეჟიმის ამოწურვის შემდეგ უკვე სიტყვა წარმოთქვეს უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებმა, როგორც დღეს უმცირესობის სახელით გამოსულმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, არ იყოს საკმაო დრო იმისთვის, რომ საზოგადოებას კარგად განესაჯა და შემდეგ თავად აერჩია თუ ვინ იქნებოდა სახალხო დამცველი. კანონმდებლობით ამისთვის იყო 2 თვე და არა 2 დღე, როგორც ეს უმრავლესობამ დანიშნა. რაც შეეხება უმრავლესობას, მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გიორგი ტუყუში, რომელიც მათ წარმოადგენს, ეს არ არის უმრავლესობის ან რომელიმე პარტიული ნიშნით არჩეული კანდიდატი, ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა და სწორედ ამ გამოცდილების გამო აირჩიეს. ასევე დღეს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს ისიც, რომ არ იქნებოდა საჯარო რეფერენდუმი ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილი, რადგან ომბუდსმენი არ უნდა დადიოდეს და თავის საარჩევნო პროგრამას არ უნდა აცნობდეს ამ მომრჩეველს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამისთვის მას დაჭირდება ფინანსები და არ არის მიზანს შეწონილი ომბუდსმენად აირჩიონ ადამიანი, რომლებიც კიევში ან თუნდაც ვენაში ამ ფინანსების მოსაძიებლად ივლიან. 2 თვე არის რეგლამენტით გათვალისწინებული. თქვენ არ მოისურვეთ ამ 2 თვის განმავლობაში საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგი იმისათვის, რომ ამ საზოგადოებას ყოლოდა საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირი და მთავარი და უმთავრესი სახალხო დამცველის ფუნქციები შეიძლება დიდაქტიკაში ახლა ჩამითვალოთ, მაგრამ მაინც სახალხო დამცველის ფუნქცია ეს არის ჯანსაღი ოპონირება იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან ხელისუფლებაში. ვის ვირჩევთ? თლიანი, ასე ვთქვათ, სახალხო საქვეყნო არჩევნებით ადამიანს, რომელიც იქნება სახალხო დამცველი, ხო? ანუ მან უნდა ჩაატაროს კამპანია იმისათვის, რომ იქნეს არჩეული, უნდა ჩავიდეს რეგიონებში, შეხვდეს ხალხს, გააცნოს თავისი პროგრამა, ხო? ამისთვის მას სჭირდება თანხები. ვინ მოიტანს ამ თანხებს? ვინ დაუფინანსებს ამას კამპანიას? მან უნდა აწარმოოს გარკვეულწილად ფანდრეიზინგი, მოიზიდოს თანხები, იშოვოს სპონსორები, ხო? ანუ რა უნდა ქნას? უნდა წავიდეს ვენაში და შეხვდეს იქ გარკვეული ძნელად დასამახსოვრებელი გვარების ადამიანებს, თუ უნდა ჩავიდეს კიევში და იქ გაეცნოს პინჩუქს და ასე შემდეგ ადამიანებს ჩამოვიდეს და ამ ფულით იმოქმედოს შემდეგ მომავალში, რომ ოღონდაც როგორმე იქნეს არჩეული ამ თანამდებობაზე, იმისათვის, რომ შემდეგ ეს თანამდებობა გამოიყენოს როგორც ბერკეტი ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. ეს ძალიან გამრუდებული და ძალიან არასწორი გაგება არის სახალხო დამცველის აპარატ.
საკითხის განხილვა ამ დროისთვის არის დასრულებული. ჯონდი ბაღათურიამ სხდომა დატოვა იმის ნიშნად, რომ მას მიაჩნია ორივე კანდიდატი არის პოლიტიკური ნიშნით შერჩეული და ამდენად მისთვის მიუღებელია სახალხო დამცველის კანდიდატად ან დიმიტრი ლორთქიფანიძე, ან გიორგი ტუღუში, რაც შეეხება კენჭისყრას, ის დღის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს. ამ დროისთვის კი პარლამენტის ხმა მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობს. მადლობთ ლიკა, პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში ლიკა ხურციძე საუბრობდა. მოქმედ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება ახალ ომბუდსმენს, რომელსაც პარლამენტში დღეს დაამტკიცებენ. საკუთარი მოვალეობების შესრულება სწორედ 16 სექტემბრიდან შეუდგება. დღეს სოზარ სუბარმა დიმიტრი ლორთქიფანიძესა და გიორგი ტუღუშის მიმართ კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავა და გარკვეული რჩევებით შემოიფარგლა. სუბარის განცხადებით, ახალი ომბუდსმენის მიმართ საზოგადოება უფრო მეტად მომთხოვნი იქნება, რადგან სახალხო დამცველის ინსტიტუტი წლების განმავლობაში დაიხვეწა და სრულყოფილ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ომბუდსმენის ინსტიტუტი არის ძალიან სპეციფიური ინსტიტუტი, ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული თვითონ პიროვნებაზე. პრაქტიკულად კანონი ეს არის ერთი კაცის შესახებ, კანონი სახალხო დამცველის შესახებ და არა ინსტიტუციის შესახებ, ამიტომ თვითონ განსაზღვრავს მუშაობის სტილს. უნდა იყოს პრინციპული და უნდა იყოს ხალხის უფლებების რეალური დამცველი. შეიძლება ყოველთვის შედეგს ვერ მიაღწიო, მაგრამ ყოველთვის სიმართლე უნდა თქვა. გაცილებით უფრო მომხდოვნი იქნება მის მიმართ საზოგადოება, იმიტომ რომ სტანდარტი დამკვიდრდა და სტანდარტი მარტო საქართველოში არ დამკვიდრდებულა. დღეს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი არის ერთგვარი სტანდარტი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე.